ესე იგიო, ქალაქის გავკვეთილიო. ბატონი გიორგი ბალიაშვილი. არ მახსოვს, არ ვიცი. ხო და დავდივართ 60-ით. უნდა გვევლო. აქაც მანქანებს გადაათვალიერებ, რომ გუსლაში ვინმე ჩააგდო, თეთრი ნათურები აინთო თუ არა, ტორმოზ დააჭირა, გაუშვა ეგეთ რაღაცა, ანუ რას მოქმედებებს აკეთებს თუ არა, ვინმე და ეს რაღაცას თუ აკეთებს, შეიძლება რაღაცა ქნას. ეს ხნარად რო დგანან შეიძლება ვერ მიხვდე რომ რაღაცა უცებ შეიძლება გამოვარდეს მაღაზიაც არის, მაგრამ მაინც ტორმოზთან გადაიტანებ ხე ხა, შეიძლება მაქსარკეში გაიხედო, იქიდან ვინმე თუ გასწრებს, წინასწარ გეცოდნება და უკვე რო გამოვიდა მახედე თავის მოკლას, შენ გადაგაგდებს. ცოტა მოაგელი სიჩქარე გახედე? არავინ არ გვარტყავს, უკვე გას. ცოტა. შიო, მეტი არ უნდა. ნენა, აქედან ვეხედავ ბუგარო აქვს, მასე შორს ხო იყურებ, თუ? კი. და თან ახალი დაგებულია ეგ 5 კუთხედი ხო არის? და ეს სისულელეს რო აბაზრებენ ხოლმე რომ 20-ით უნდა გადაიარო ბუგაროზე, ეგ სისულელეა ყველა ვარიანტში. რატო? გააჩნია ზომას, გააჩნია მანქანას. ეხლა ნახე 20-ით არ მიდიოდი და ავხდით ლამის სალონში, ხო? მიხდი, ანუ როგორც კომფორტული იქნება. მოკლედ, ჩვევით რას? ვიზუალურად და დააგვირდებით რა ზომა და შეანელე გამოვიდეს ის. ამას უნდა აცადო ეხლა მანევრი, რომ დაიწყო მოტრიალება, უნდა აცადო. ეგ დაიმახსოვრეთ ეგ მომენტი. ბევრმა არ იცის ეგეთი რაღაც. მარცხენა მხარეს დადეკი და წრეზე მარცხნივ. ეგ ზოლი არ გადავკვეთა. ჯერ არ ჩერდა. ჯერ პირდაპირ ის არის გაკ. ანუ წრეზე რო შედიხარ, ციმციმას ართა. გააჩნია წრესა. შეიძლება გეხატოს, რომ ეს იყოს პირდაპირ და ის იყოს გააჩნია. შეიძლება იყოს ეგეთ რა. ამ შემთხვევაში ზოგადად ეგრეა რომ წრეზე შედიხარ ციმციმას. ამ შემთხვევაში მით უმეტეს პირდაპირ ის არის გაკ. მოიცი ეგეთ. ვის უთმობთო რაო? ამათ თუ შენკენ ვინც მოდის. აი ხა როგორც გახარ, შენკენ ვინც მოდის. ცოტა წინ მიდი და მეგონი დავეთით. დავეთით. გაზი ცოტა ჩართი მარცხენა. ეგ შენ გითმობ და რო გევლო. მეორემ დაგითმო. ის გვარტყავს, არ გვარტყავს. გაზი ცოტა. იქ თავის ზოლში შედის. ეხლა უნდა დაგითმოს, მაგრამ შენ ჩვეულებრივად რო გევლო, დაგითმო და მიეცი გაზი. აგვითმობი არა და სხვაგან დავიწყო. ქვეითები გზაზეო, შენ რუსთავში ხო? ხო. გურში მყავდა მოსწავლე. სადაბარებენ თქია გორშიო და მთელი გზა წეღარ გადაირბინეს გზაზე. ეხლა მაგათმაც სწორად გადაირბინეს, რომ დაინახეს, რომ არავინ არ იყო, ესა დარწმუნდა უსაფრთხოებაში და ასე შემდეგ და არავის არ შეუშალეს ხელი. ოჯახი ქვეითები. არიან არა ოჯახი ქვეითები. გურში რომ მითხრა გორში მიდივარო, რავი რა ჩაირთო ამ მოსწავლემ ჩართო ეგ ფუნქცია. შეადემთხოვა ხოლმე სხვათა შორის. ზედ კაპოტზე დადიოდნენ იმ ზოგი მიტასაობდა, ესე გეგონება შარდენზე არისო. ხალათი, სიგარა, ხო. ეხა იქ რო დგას მანქანები, ბორბლები აქეთ აქ შენსკენ. ჯერ არ გამოდის. იქიდან მანქანები მოდიან და მაგიტომაც არ გამოდიან, ხო მე შევანელე. გაზი ცოტა ეხა. ეხა მეორე ბუგაროკს დავაკვირდით და ის ბუგაროკი არის მარჯვენა მხარეს ცოტა გადაცვეთილი, თუ რაც ქვია. ხო და მასე კი არ შვები რომ ესეთი რაღაცა გააკეთო გამოცდაზე, როგორც მოგიწევს ისე გაატარებ.იანელე ცოტა ძალიან დასრესილიც არ არის, მაგრამ ნორმალური ზომაა. სიჩქარის ლიმიტი ამ მოსახვევის მერე უნდა დაგხვდეს. იმიტომ რომ წეღან მქონდა ნიშანი. მოსახვევის მერე უნდა გქონდეს სიჩქარის განამას საზღაბრელი. ისეთ თქვენი განამას საზღაბრელი. ცოტა აქეთ მოიწი მარჯვენა მხარეს სარკითა ჩემითა, ნებითა შენითა. რო ეგ ნელა რომ მოდის რაღაცა, ყოველთვის ვიღაცა ასწრებს. მარჯვენა მხარეს დარჩი ისე. აიანეს. 60-ია, ახლა არ არის სიჩქარის შემზღუდველი 60-ია. მე კი ვიცი აქ რამდენიც არის, მაგრამ
60-ო სარემონტო სამუშაოებია და ეგეთი რაღაცა რო წერია 60 და სარემონტო სამუშაოები, ესე იგი მანამდე რაღაც ნიშანი უნდა მდგარიყო, რომელიც შეგიზღუდავდა. ეგ 40-ო ახლა. ეხა 20-ო. ეხა 20-ო. თან გასწრებაც არ შეიძლება. მიდი გაზ თორე აქ იმდენი გავასწრებს რომ იმათ ეგონებათ რომ იკითხოთ ჩვენ. მიხდი შენ არა და მიდიხარ ახლა პირდაპირ. აი ხარ ყველაზე ცუდი ადგილი ნახეთ და აგვირდი კარგად აი უსაფრთხოების კონძოლია. ნახე უსაფრთხოების კონძოლი გააყოლე თვალით ზომით როგორ მიდის. მიხდი თორე მანქანები ადრე უხვევენ ხოლმე და ზედ უსაფრთხოების კონძოლზე დადიან. სარკეც რო შეამოწმა მაგ დროს გამიხარ და ოჯახ. მოიწი აქეთ. მოდი შენ რა დაუთმოთ. მიდი ცოტა წინ რისკად არ გააჩეროთ რომ დავარტყავენ უგრე. მიდი წავედით. გაზი. ეხლა მინდა პირდაპირ არაფერს არ თავ გაყევი გზას. ახედები მე როგორ ტყობს ახლა. წავედით გაზ. სარკეც შეამოწმა აქედან ხوار ჩაგიხტავენ მე. და მე ერთავ მარცხენას რომ მარცხენ გადახვიდი. მაგრამ აქედან ნახე რა ეფშებიან მე. და მანქანები მოდიან გალოჯა. შემეგრელი. გადადი თორე, მე შენ უკრინან გადადიან ახლა, კი არ გაცდიან მანივრს. ეგ შენ უკრინან გამოვიდა სულ. იხდი? ეს ორი იყო შენ უკან. ესეთი რაღაცა გააკეთეს. მე მგონი მე და შემიყავით ამ დღეს გოგო რო ჩაგვიხდა მან იმენა რო ჩაადგა იქიდან. ხო. გეგონება აქ მე. ჩემი ხმის ფონზე ეგ არ გესმოდა 40-ო. გასწრება არ შეიძლება დამთავრდა შეზღუდო. ხო და აგერ ადამიანი მანდა გაიარაფერი. ანუ არის რაღაცები, ის თქმაც მაინდა-მაინც გადასარევი არ არის ვიდეოში. არის რაღაცები, რასაც იტყვი და ყველამ რო გააკეთოს არა უშავს, მაგრამ არის რაღაცა, რასაც ყველამ რო გააკეთოს უშავს რაღაც აშკარად და ზოგი ის და მე მოკლედ არ ვიტყვი. რაღაცებს თუ არ ვიძახი, ესე იგი მაგიტო არ ვიძახი ზუსტად. თორე იმდენი მაქვს თქვი. მაგეთ ამ ხარეს არის გაგრას ორმოები. და იჯელი გინინელა ოღონდ. ბაბუ გვარტყავს, არ გვარტყავს. გაჩერდი, თორე გაგისმენს გულს. გაჩერდი, გაიარა დავედით, მიდი. ეგ შენ თან მიდიხარ და თან ის მოდის, კუდს გამოგდებს. ყველას გონია ქალაქში როცა ხართ, აი ეს ზოგადად სათქმელია და მაგიტო. ყველას გონია რომ შენ ტარება იცი. უკარო სტიკერი აგრია, ძირო სტიკერი აგრია. ჟენი გზა, იმის გზა, ამის გზა. თუცა ახარა. რა ჟენი გზა, არა ის კიდე. ისეთი კატეგორია ხალხი მყავს ნანახი, როგორ ბიზიან, მე გიკვირთ ხოლმე. რაც მიგიგნანები, ჩასტო. სიგნალი არ გაქვს? ხო. რატომ დავუსინო? რა აზრი კონტა მანდ. საავარიოს ქნის და უნდა დაუსიგნო და გვაცხადებ. ადამიანო, ხო შეგიძლია. დატრიალება უნდა და მაგრამ ცოტა შორს ჩავიდა, იმიტომ რომ გაშლილ ადგილას დაეტრიალებინა, სადაც ჩანს მანქანები ტორმოსა უშვი. სადაც ჩანს მანქანები მოდიან თუ არა. ჯერ მარჯვენა ალე მარჯვნივ. ხო და ისეთ ადგილას არ დაატრიალა, სადაც არ ჩანდა მანქანები. ეგ გაიქნა. მაგრამ შენ უნდა გაეტარებინა უკვე გვერდზე იყავი. ძალიან ახლოს იყავი. ხო და მაგ დროს რო გამოდის, არ გამოდის, ვერ გაიგო, ხედავს, არ ხედავს, ეგეც არ იცი, ხედავს, არ ხედავს. შეიძლება ბრმა ზონაში ხარ. პატარაზე პიპ, კი არა, სიგნალი და სიგნალებინა იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღაც აგინო. პატარაზე ხარ, მეც ის რო ატრიალებ და მარცხენა ქონდა ჩართული და მარჯვნივ მიიწია და
როცა ატრიალებთ ხოლმე მანქანას, ქენით ხოლმე რა, მარჯვენა ჩართე, გადადი მარჯვნივ და იყავი მაგ მარჯვნივ და გამორთე მე ის ციმციმა და შენ რომ მარჯვნივ გადახვედი, ყველას მაგრა კიდეა ის რომ გადახვედი და აგიქცევს ყველა. ანუ შენ თუ გინდა რომ გაატარო ეგ მანქანები. თუ ვერ ატრიალებ ისედაც იქიდან მანქანები მოდიან. და სადაც არ შეიძლება მოტრიალება, აი მაგალითად აქ რომ მოატრიალო, ახლა იქიდან ქვემოდან ვიღაცა ამოფრინდება. დაგარტყავს და იქნება შენი ბრალი მე მაცადებ ატრიალებ და მანევრი ხო დავიწყე, მანევრი არ უნდა დაიწყო თუ არ ხარ მართალი, თუ არ გითმობენ ისა ეს რაღაცები მიხვდები? ხო და ადამიანურ ენაზე როგორც ის შავი ჯიპი ამოვიდა. ადამიანურ ენაზე არაფერი ახლა მე შენ მაინც ბუგაროგზე გადადიხარ, ისე ეს უნდა შენელდე, ბარემ მე გამატარე, აი ეგ არის და წესების მიხედვით მე რო რამე საქმეზე მიდგება, მე შენ ხარ მართალი, ეგ არის და ეგ განსხვავება, მეტი არაფერი. მიხვდები? ეხლა ეს როგორც მოიწია, შენც ეგრე მოიწია, თორე შენი მეძებმა. არ შეუძურე ამას, ისე ქენი რომ აი ეს რომ მოძურეს, რომ არ დაგვეცეს რა. ინსტანციონერა. პედაგოგი წინასწარ ჩანს რომ ფეითი გადადის. აი ეს არის 10-ამდე ასვლა. აი ეს არის 10-ამდე ასვლა. თუ არავიდა და გაუყვაბარდიულს, მაშინ აუქცია გვერდიდობსო. მოიწია აქეთ პირით. აუშტეროს და გახედე იქ გვერდიდან გარტყავს, არ გარტყავს. აქედან გახედე იციან ხოლმე რესკად გამოსვლა. ყველა მოსახვევიდან. ეს მხრით გახედო რა არისო, ბარემ მაგასაც აღიხსნით. ახალი რაღაც მოვიგონე და ბარემ პირდაპირ დადი. იმოძრავეთ პირდაპირ. მაგას უნდა დაეთმო, მაგ გამოეხედა კიდევაც, მაგ გაიდროს. ეგა. მიდი. კიდე. ჩართი მარჯვენა და გამოდი მარჯვენა ზოლში თორე. დადიხარ აცაბაცა. უსათა მოვედით საცობია. ლაშანელა, ნახე რამდენი დაინდრა ეგ. გახედე მოუხვიეს და არ მოუხვია მანქანა ეგ იქაც დაგატრები ნახე. ყველა მოსახვეში შეხედოთ ესეთ რაღაცებს. აქ როიძახით მარჯვენა უნდა ჩართო, მარცხენა უნდა ჩართო, რა გაქვთ აქ ნიშანი? იმოძრავე პირდაპირ, ვსო მორჩა. ისედაც ჩანს, აი ხელა მანქანა რო გადადის, ზოლს უერთდება, არ უნდა მაგდენი ციმციმა ჩართო. ერთ-ერთ ციმციმა ჩართო თუ ზოლდის იქით გადადიხარ, მიხვდი და რო გეუნება სენსორიც და ის არის პირდაპირ იმოძრავე, ეგ ნიშნავს რომ პირდაპირ მიდიხარ, პირდაპირ რა ციმციმა უნდა ჩართო პირდაპირ. გახედე ვიღაცა დაგითმობს, მერე გადი, ეგ პრიუსი არ გითმობს რაღაცა. იმო იმავში გაზი მიცა. დადი, მიდი. გაზი. მიდი. მარცხნივ ვერ გადავალთ. წამო ვაფშე მასივში გავიდეთ. მასივში ყავს რამდენი მოსწავლე განატარები. ბევრი. ერთი ველოსტერი, შჩავი. მეორე ჯიპი იყო რაღაცა. ფორდი, ოპელი ჯიპი. გათიშე ციმციმა. აი ხა ჩართი. სარკეთ შეამოწმე. გზა ფართოვდება, ვიწროვდება, მაშინ შეამოწმე სარკეს. ჩართებული ქონდა ციმციმა, მალე მარჯვნივ. აქეთ ზოლში დარჩი. ამ ზოლში მე ბასლაინია, მაგრამ არაფერი შეარ გიშლის. ოღონდ იქიდან უნდა გახედო, ვინმე ხო არ გარტყავს, რესკად ხო არ გადმოდის, თორე გაზი ცოტა კვეთრად ხო არ გადმოდის, იმას გახედე, თორე ამ ზოლში ვაფშე არ უწევთ გადმოსვლა. ეგ რო იცი წინასწარ, მიხვდი? მე უკვე მე ესე გიხსნი, რომ მიდი და ისა და ესა. ანუ წინასწარ მარშრუტი ეგ კაია რო იცი და რო უყურებ და YouTube-ზე რო დევს, იმას მოიძახით ხოლმე, რომ YouTube-ზე დევს და მასე რა უნდა ისწავლო, რა თქვა მასე რა უნდა ისწავლო. ჩადი მაშინ რუსთავში ყოველდღე. აბა როგორია? ის რა, ხაშულა. დარჩა. გადაიწვება, გაითიშება, რა პრობლემაა? მეტი. სარკე შეამოწმე კიდე მეტი იყო, არავინ გიხდება მაკეთა. შენ ხო ნელა მიდიხარ, ეს ზოლიც არიელია და იქიდან ოპა. დაიწყე შენელება წინასწარ. ერთი ყავს ელანტრათი იყო ეგაც გოგო აქა და ერთი გოგოთელი ჩაუტარე და სად ჩემი თვლიო. მეთქი აჰა.
იმედია გზაში არ შეგვხვდება. ვაიმე რა თუნდაც ატარებს. ვაიმე და ეათა მართვას ეხლა ნუ ეგეთ რაღაცების თქმა არ შეიძლება. ძალიან კარგად შეიძლება კაცო ეხლა ვერ ატარებს და ადამიანმა უნდა იცოდეს რა საშავებს და რას არა. აი ეგრე რო არის რომ ერთმანეთს არ ევნებით ხოლმე ვირა საშავებს. ვირა ცუდი გააკეთა, მაგიტომ ქვის ხანაში ვარ დარჩენილი აქ. უართან ადამიანები თავიდან ხო ცხოვრობდნენ გამოქვაბულში. ვიღაც ქალი იყო სავარაუდოდ რო თქვა რომ ნიანგის შუბა მინდა. წავიდა მე ნიანგი გათხოვეს და ესე მოყვება ყველაფერი, ცოტა კომფორტი მინდა ისა ესა და აი ესე რაღაცა გაწუხებს უნდა თქვა ყველაფერი კაცო. აი ეს დღემდე კი არ იქნებოდა ესენი. კაცები ხო იცი როგორებიც ვართ, გამოქვაბულში იყო ცეცხლი ყვანთია, ოთბილავს მორჭა. ქალი რო მილიყო მეკენ დარჩებოდი ტიპი. ოდა აქაც ეგრეა, ტარებაზეც ეგრეა, ყველაფერზეც ეგრეა. შენ რაღაცა გაწუხებს, ვიღაცას რაღაცა სიგნალზეც ეგრეა, რაღაცა გიშლის ხელს, აი ესე გადმოდის და კარტყავს ბიპ. აი ეს აკვარ. გაიღვიძეთ მაგრამ რაღაცა ეგეთ რაღაცები აუცილებელი კი არა რომ ანძღოვე. ნუ თხარი, რაღაცა გაწუხებს თქვი. მეც ეგრე ვარ, მოსწავლე რაღაცა აშავებს, ვეუბნები. არ ეუბნები და მე რავი, შენ ხო მითხარი რომ კარგად ვატარებ და აგეტავ იმტვერი და რატო თორე გი? მიხდე. ელანტრათი, თუ სონატათი. ეს ცხლის. ტელეფონი გაფუჭებული მქონავი. ეხაც არ არის კაი მდგომარეობაში. ეხა ვიდეოს ხო ვიღებ? ნუ ეკოტოუგენ წაიგე. ჩამევასებაო? უსმენდი მუსიკას ეხა, გარგიდა ჩერტი. რაღაცა მევასება ვიძახდა, რაღაცა ლებავ. ისე უფრო მარტივია ზან როცა გზა იცი ხო რა სად არის როგორ მიდის რა შედარება. ანუ რა შედარება, აი მაგას რო იტყვი. მithumedes. რა შედარება, იმიტომ რომ მეც კი ახალ ადგილას რო აღმოჩნდები სადმე შეუულებრივად ვარ დაწაბული ახლა რა სიტყვა, ნუ ვიძაბები, კონცენტრირდები იმაზე რომ ყველაფერს უყურო. მალე მარჯვნივ. სარგე შემოწმე. აქედან ხომ არა გადმოდის. ბუსლინე და არალი. წავდივართ მარჯვნივ. აი ეგ სუიციან ეგრე რომ აი ეგ ზოლში და მე უხტებიან და მე ეს ზოლი ფერხდება და არ შეიძლება მასე ეგეთ რაღაცების კეთება. პატრული რო არის, კარგად იცვლით მანამდე ზოლს და ერთი 200 მეტრით მანამდე იცვლიან ხოლმე და არ არის მასე რა. როგორც წესი და რიგია, წინასწარ უნდა დაიკავო ის ზოლი, საითაც მიდიხარ. არ არის ეგრე, ვიღაცა ჩაუხტე ეგრე. ვიღაც შემთხვევით გასმიცეს მაგდროს რომ ჩაუხტი. და მე დადიქი და აკეთე მანქანა. დაგვარტყა, შეანელე. დაგვარტყა, მე ამოვიდა გაბოძე. ოდა მაგდროს ეხლა რაც მოხდა, ძალიან კაი რაღაცა მოხდა. მე და გასტარი თორმუზ დაჭერა ფეხს. და გასტარი რა, ისეთ ბანდი რა. არ გამოდის კი არა და შიგნით არ არის უნდა გამოვიდეს. ჩართე მარჯვენა. წინ დაიმახსოვრე დგას და ისე რა მიდის და თან გაიხედე იქით დგანან წითელზეც არ მოდია. იარე ჯერი იარე, მასე ძალიან მოანელებდი. თუ ის თუნელდება, შენ მასე ძალიან მოანელებ, თორე იმას გონია უთრო. ყველა გამოსასვლელს გახედე რომ ეს გადარავინ გამოხდეს. დადის 70-ით. თვითონ ეს ნიშნები არ არის და მიდის ამ. წეღარ უგითხარი. რესკა შეიძლება გამოხდეს ვიღაცამდე. ხედავ? შენ თუ გონია ხა ხედავ და იქიდან 70 და 80 ვინ მოდის. ანუ აი წეღარ უთქვი შავი ველოსიპედი მეთქი. ეგ როგორ აზროვნებდა თავიდან იცი? ძალიან კაი გოგო იყო რა ხა. არის კიდევაც ძალიან კაი გოგო იყო ყველაფერში, ძალიანაც საყვარელიც ისიც ესეც ყველაფერით ხასიათით ჩვენიერი. ცოტა მშიშარა და ეს შიში გადადიოდა იმაში რომ თვითონ ასკვნიდა რაღაცებს, ასკვნიდა რას. აი ხა ის წეღარა კადრიც დაინახეთ თქვენ რომ ესკაც გამოვიდა მანქანა. მაგის იმდებარე ტერიტორიაზე. რასაც ეგ ხედავდა. ნუ 30 მეტრი იქით, 30 მეტრი აქეთ. ხო არავინ არ ჩანდა. არავინ არ ჩანდა.
ხო და ეგ აგრას მაგას იძახდა რომ არავინ არ არისო. ანუ ეგ ერთმანეთში არ არისო და არავინ არ ჩანს, ხო რამეა? არავინ არ არის, ხო რამეა? არავინ არ მოფრინავს ოფშეს, ხო რამეა? იქიდან შეიძლება სასტრაფო მოდის. მაგრამ ჩაიარა სასტრაფო. ვიღაიცი. ბავშვი მიიღავს ალბათ ცუდად არის. ვიღაცას რა მნიშვნელობა აქვს თქში, ანუ შენ ხო არ უნდა დაამტვრიო მანქანა ვიღაცის. მით უმეტეს რომ შენი ბრალი. გავე მაგზოლს. აი ას ჩანს, მოდეცღაც რო დახაზული იყო 90-იანებში. ეს გადმოვიდა აქეთ იქით გადავიდა და დავნაწილდით. აი ესე. ახლოთ არ მეხვიდე პრიუსებთან დენმარკ 3-4 მეტრი დისტანცია. სუპერ პრიუსების ქალაქია? ადრე ოპელების ქალაქია, ახლა პრიუსების ქალაქია. ტკეპეკა კონდიციონერსა თითი. ჩადეის თითი მან თითი პატარა მოსახვეებს ნუდად იხარბულზე კრაპით. უღურე შენ ამაზე. გაატრიალე თავი? ბოლონდიან. გიცერი მაგაზე შემოგვიდა. ჩემოსწავლე ეგრე ჩააბარა იმის. რაღაცა ფათურები. ხო, ხომ მითხარით დააჭირე. მე ხო, გაი მინდა ჯერ. აი ბავშვებმა დამღალეთ. მე მინდა უკნა. აქ რამდენი ასე ჩქარი დაშოვა? 160? 70. იქ რომ ჩამოვედით 70-ზე. წინ არის საცხობი კი არა, საცობი. შეანელებ. აუ, შენ ორი გაქვს ერთად თუ ერთი? ორი მაქვს ხო? ო, ანუ მე ხო არ შევწდ. სარგე შეამოწმე, ის ხო გაჩერდა. აქედან შეიძლება რაც ჩაგიხდეს მაგ დროს. მაგ დროს იმ სარგეს შეამოწმებ და თუ რამეა გადახვალ იქით. და მაგ დროს რომ იქიდან რაღაცა მოფრინავს და გარტყავს იანად. იმტრევა. იქიდან არავინ არ მოდის. მაშინ გაუწევ, მაგრამ იქიდან თუ აი ესეთი მოდის, მოტო. ხო? მაშინ ვერ გაწევ. ამიტომაც თუ აი იმედი და ჰაერი გამითავდა. თუ ეხმარები ვიღაცას, ეხმარები ისე რომ სხვა არ დააზიანა. ეგა ზაქარი მინაზე არის წვეთე? გადავწმინ? ედი. კაი, რო გადავწმინდეთ ატალახდა? მაშინ ეს. ედი. კაი, არ დალბაუცე. იქ სტოპ ნიშანია და ვისრა ფეხებზე კიდია იქ სტოპ ნიშანი. კიდე ვიმეორებ ვიდეოში. ხო არის ეგეთი რაღაცები, რომ საქართველოს გვიან ხდება ხოლმე რაღაცები. აი მაგალითად 70 და რა თქმა უნდა კამერა აღენია თან, ბარემ. ო, ბარემ. ნახე როგორი საყვარელი კამერაა. ისე კარგად წერს ეგა. უიშ. არ გაქვენი ვერ მუშაობს. ხო და ასე ვიძახდი. ხო და ის სტოპ ნიშანი ხო გაქვს. რომ მიხვდებიან მე თანდათან რა, ან რო შემოიღებენ მე, რავი, ოდესღაც. ეს ვიდეოები ხო რო დავდე ხო იდება, ხო, YouTube-ზე. მე შემოიღებენ მაგ სტოპ ნიშნის უკან. კამერას დააყენებენ და რო ჩანს კამერაში რომ შენ არ დგა ხარ მანქანით მანდ. ანუ სტოპ ნიშანს უნდა მიხვიდე შენ, გაჩერდე და მერედაც რა. მე რაც გინდა ისკენი დაძარი და იმტვერი რაც გინდა ისკენი. შენ თავრე გაჩერდე, აი მაგაზე ჯარიმას არ დაწერს კამერა. ეგ არის და ეგ უეჭველი დაიმახსოვრეთ კარგად. ან დაათვალიერეთ კამერა დააყენეს თუ არა? ან არ ვიცი. ამ ახლა გაჩერდით ხოლმე. მე რა ვიჩერდები ჯაულობრივად, სტოპ ნიშანი ნიშნავს რომ გაჩერდი. გაანალიზო როგორ დაძრა, ნელა დაძრა, სწრაფად დაძრა. ისა. ანუ მან თანია რო და თან გახვიდე, ეგ ნიშნავს რას? მანდ მომხდარა ესე იგი როგორ რაღაცები. რომ აი ვერ საზღვრავენ სიტყვაზე აი ესე მანქანა მოდის და აი ახო ზოლია. კიდის იქით გასულან ხოლმე და ისე მოდიან იმ სიჩქარით, მანდ რომ გაგაცლის ხვერს ვიღაცა. მანევრს ვერ გააკეთებს. ძირითადად ეგეთ ადგილებში დგას ხოლმე სტოპ ნიშანი. თორე სტოპ ნიშანი და სამკუთხედი ერთი და იგივე იდეაში.
თუ დაუთმე გზას ნიშნავს. ანუ რახანი სტოპ ნიშანია და შენ გაჩერდი და მე ჩემი გზა, ასეთი რაღაცა არ ჩათვალოთ. არავითარ თეორიას ვსწავლობთ რა. ორმოსავით. ეს იყო ეს ორმო? მანი არა. რა ვქნათ იცი ვაფშე? აქეთა მხრიდან რომ შეხედა რომ გამოილია მანქანები და ვაფშე გასშველი არ მოდის. ნუ გადავიდეთ აქეთა მხარეს და წავიდეთ მე ხიდზე ავიდეთ ცოტა ჯერ არ ჩართო. ჯერ აზრი არა აქვს რომ ჩართო, მეხტე? მაინც ვერ გადადიხარ და აზრი? აქ ვერ საცობია. რო დაინახო აქედან გამოილია მანქანები. რაღაც არ ამგონია, მაგრამ არ გამოილევა და პირდაპირ წავალთ. რაღაცა ვიზავთ, არა. რაღაცა იქ. შუშა დაეწინწკლება გადაწმინდა. ასე არა ბიჭო. გამოლია წყალი იმას. მინამრეცხის რეზერვუარი. აგენაღლებს თქვენ ხო არ ასხავთ არა? და ანუ თუ წინაზე დაგჭირდა წყალი, ეხა არა, ანუ არა. ანუ ზოგადად ტვერი მოიხსენება რომ არის ქალაქში. ამ ქალაქში. ბათუმში შეიძლება ნაკლებად არის ტვერი. რაღა შეიძლება ბათუმში ერთი კვირა მანქანა არ გამირეცხია, რომ ჩავედი ერთხელ გავრეცხე და მის მერე თითი არ დამეკარები. გააჩნია, არც უწუმია არაფერი და ანუ ტვერი არედება მანქანას იქ. სინესტერ ვარი არ ჩერდება ჰაერში მტვერი. გააჩნია ქალაქს, იწვიმა, არ იწვია, ყველაფერს გააჩნია. ხო და შენ რომ მთელი გზა მოდიოდა, მტვრიანი ქალაქია და აშკარად დაიმტვერა გზაში. რომელი 200-ით შენ მოდიოდა რა გაწმენდა. მტვერი არ გაჩერებულიყო. ხო და ის შუშა იმას იქნა მე. წვეთები რო დაეყარა შუშას. ატალახიან და შენ როცა გადაწმინდე. ну აეზილა რა, წყალი და მტვერი ერთმანეთში და გატალახი. აი მაგ შემთხვევაში მივასხით წყალი რო ესე ატალახებული არ გველო. შენას ვკითხე მარშრუტში ვიდეო ვნახეო. მაგ დროს ჯობია გაახმოვანო რომ თქვა რომ მაგალითად მე მიწევს ორი ზოლის გადაკვეთა. რომ შესაძლოა შევიდე. სხვანაირად მან ვერ შევხალ მოსახლეში. ანუ როგორ რაღაცა იქიდან რომ გამოდიოდე და აქ ორი ზოლი რო იყო სამოძრაო პირდაპირ. იქიდან რომ გამოდიოდე და მეორე შეხვიდე და ეგრევე უხვევდე მარჯვნივ. აი ეგრე გიწევს რაღაც მარშრუტია. და ეგრე გიწევს და იწევს ახლა შენ ამ ზოლში შედი და ეგრევე იქ შეუხვია, მაშინ ცალკე სარკე გინდა, ცალკე გვერდზე უნდა გაიხედო, ცალკე და გამოგდის ამ ზოლიდან შეხვევა. მასე არ შეიძლება, მასე უცებ კიდევ ვერ იზარ, უცებ აქ შედი და უცები ისეთი მოკლე მანძილია. მანძილს გააჩნია, მოკლე მანძილია და მაგით. ამ ზოლში შვებიან ეგრე ზოგი შემთხვევით შვება, აი მარტო მარჯვნივ ხო არის? სპეციალურად ამ ზოლში დგება რომ მე ამარ მადლობა მიიღები მიდი. მიიღები თორე დიდი ადგილს რო ტოვებ ყველას გონია რომ აგი. ცოტა მარჯვნივ გადმოდი სარკით. ახლა მე ხო ვიცი ეგ ადგილი. აჰა, შენ ზოლის ადგილ მოინაცვლა. ეცგაზი. გაზი. ეს ზოლს რო იცვლით ხოლმე შენელება ნუ იცით მაგ დროს იარე ჩვეულებრივი სიჩქარე ძაღლად დადი. გახედე? აი ეს არასდროს არ გააკეთოთ. მასე ჩქარა არასდროს არ მეხვიდეთ მოსაყოთ. ის პირდაპირ. სკუტერმა რა საუბრს? ის მანქანა გამოდიოდა.
დედა, რა გაჩერება იყო? ვიღაცა ჩაიჭრა. რატო? კვეთრი გაჩერება კი ეგერთი. იყო. და მეორე მაგაზე ძალიან კვეთრი არ ყოფილა. ზებრაზე. ვიღაცა ვერ გააჩერა საერთოდ აქ და აუ, ეხა იმ ადგილას მოვდივართ, მე და შენ ვიყავით ამ ადგილას, ბოლოში რა ტორმუზებია და მე დგაფან. მე და შენ არ ვიყავით? ძალიან მაგარი ადგილია. აი ძალიან მაგარი ადგილია, ბარემ აგიხსნით მაგ ადგილს. სინარი როგორი ადგილი იცი? მოგრად აქ ვიღაცა ჩქარა მიდიოდა. ანუ როგორი რაღაცა ზოგადად ჩვენთანაც ეგრე შევიან იქ ლისზე ხო გადავედით, ბუნკერები ხო დგას ხოლმე, ზედ გზაზე დგას ხოლმე. არის ხოლმე მომენტი რომ გზის იქ დგას. რატო ემთხევ ეგრე არ ვიცი ვინ დგას, მაგ გზის აქეთ ვინ დგას. მაგრამ ეგრე არის ხოლმე. სუბუქი შეცდომა, ორმოში გლიჯეთ. ხო და ხალხი რა შეჩვეულია რომ მან ბუნკერები გზაზე დგას. იმას კი აღარ უყურებს გზაზე დგას თუ არ დგას. ეგრევე შენ ზოლში ანუ ორმხრივია და იქით ზოლში გადადიან ხოლმე და იქიდან რომ მოდიხარ მე გაწუხებენ ტიპები რა გამტრევს რა ეხა აქ რახან განიერი გზა აქეთ მოიძე ცოტა აქეთ მოიძე მასე ახლოს არ მეხვიდე ზოლთან ახლა აქ რაუ ავრიე სამი სიტყვა ერთმანეთში აქ რახან განიერი გზა აქედან შეიძლება რაღაც გამოფრინდეს აქედან აუგწევ და მე ჩავხტები čo გიხდება წინ აქეთ მოიძე აქეთ მაგას ნუბაწავს ე ზოლზე გაივლის ეგ გასოს რომელია სკუტერი კი გაატარა, მაგრამ მე ხო გამოვიდა ეს. მე ხო გადასვლა უნდა და მე ის და ეგ ზოლზე დადის და ის შენ რატო ბაწავ კაცო იმან იაროს რაც უნდა ისუკნია. შენ არ უნდა მიბაწო. თუ რამეს არ უქცევს, ახლა რომ დაინახავ და იქ რაღაცა გადაჭყრეტილი გდია და რაღაცა დაუქცია, მაშინ აუქცია. საარკე კიდე შემოწმე. ჯერ ეტევა აქ მანქანა. მე სკუტერი ეტევა ვიწროში და მე სუსუ ვიწროვდება ცა. ამ ხიდის ახლა გაფართოვება კაი დროსია? ხო, კაი დროსია. და ისა შენ რო თქვი ზოლის შეცვლის დროს ტორმუს რა ატო ხმარობთო. იმიტომ რომ სარკეში გახედვის დროს წინ რამე რო არ მოხდეს რა. მე გასწავლე შენ. მანქანა მიმართე, მე გაიხედე სარკეში. მანქანა რა? მიმართე მანქანა რო 1-2 წამი იაროს, მე გახედე გინ სარკეს გახედე გინ კონდიციონერს გახედე რა სკინა ის კი. ეგ გასწავლე წინათ. გასოს? თუ არ გასოს? მიმართე ზუსტად მიმართე ისე რომ აი ხა რულს გაუშხელი. ვაფშე გაუშვი, საერთოდ გაუშვი. რო დაძრავენ. შეხედე 1-2 წამით ეგრე რულ გაშვებული ივლის თუ არა. გაუშვი რულ საერთოდ გაუშვი. დაძარი 1 2 ია რა? ხო. შო დაარტყია მეს. მაგ სიჩქარით, რა სიჩქარით დადიხარ და მაგ რულს კი არა გაუშვა კაცო. ზოგადად აი ეგრე რულით სიტყვაზე მოხვეულით, გასწორებულით, ან იქით მოხვეულით, ან რაღაც ეგეთი გაზით, ეგეთი ტორმუზით. აი ხა ეგრე რო გაჭიროს გაზზე ფეხი. და ეგრე რო დატოო რული, გააშეშე ფეხით და ხელით. გააშეშე? ხო. ივლის ეგრე 1-2 წამი. 1 2 და 3-ით. არის ხოლმე მომენტი 4 წამის დადის. ერთი? მაგ მომენტში რაც გინდა ის კი. ხო და ხალხი მიჩვეული რო არის რაღაცას, რო რაღაცა ბუნკერები გამოწეულია ხოლმე. იმას კი არ აკვირდება რომ გამოწეულია თუ არა დღესაც. ის გოგო დაიმტრევა სადღაც, ეგარო ჯიპი, ამ მერსედეს აქედან აუქცია. ამ მერსედეს აქედან აუქცია, წინა ჩაუდგა. ვინმე თუ იცნობთ, უთხარით რომ ეგეთ რაღაცებს მუშაობა თორე დადის ქალაქში დამწყები მძღოლები. ვინებიც ვერ აკონტროლებენ გაზის პედალს, რამდენზე დააწვნენ. ან ახალი ჩამოყვანილი ყავს მანქანა. ან ისა დადექი და უმტკიცე მე შენ გას მიეცი და ეგეთ რაღაც. მე რა ვიცი, ხა აქედან ჩამიხტები თუ არ ჩემ უკან მოდიოდი, ეგ დაგინახე და აქედან წინ მიხტები, არ შეიძლება ეგეთ რაღაც. და რო გავატრიალე სარგეში ხო არ ჩანდა? აი ვიდეოში ვინც უყურებთ დააფიქსირეთ. და რო გავატრიალე სარგეში არ ჩანდა, მე აქ ჩაიარა. ეგ არის ბრმაზონა ზუსტად. ხო და ამ ქუჩის ბოლოშია ზუსტად ეგეთი მომენტი. აქ ხო შუქნიშანი არ იყო. ვიღაცა მოდიოდა ჩქარა. შუქნიშანი არ იყო. მე დახვდა იქ წითელი. ან წითელზე ბევრი გაჩერებული მანქანა. ტორმუს ტენა. ხო? და წინ მანქანებს არ ტყავდა. მანქანების დარტყმას არჩია სტოლბას დაერტყა. ეგ სავარაუდოდ ვიძახი, ახლა მე რა ვიცი რა მოხდა. მაგრამ სავარაუდოდ ვიძახი. თუ ეგრე არჩევთ, ეგრე ჯობია. ახლა მანქანების დარტყმას ჯობია სიტყვაზე სტოლბას დაარტყა.
აი კედელს დაეჯახო ეგრე ჯობია, ანუ შენ მარტო შენ მანქანას მაინც დააზიანებ. ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ უკან გადავახვიეთ რომ აქ ჩქარა მოფრინავ და იქ რაღაცა გზა თუ არ იცი, ტყუილა არც უნდა იფრინო არსად. მაქედან დავიწყოთ. თუ მოკლედ ძალიან ბევრი მაგაზე ცალკე ვიდეო გადასაღები ვაფშე. ხო და ძალიან ბევრი რამე მომაგონდა ეხლა და ისიც მომაგონდა რეები უნდა დავდო მაგ ვიდეოში. ამიტომაც ტყუილა ისედაც არ უნდა იფრინოთ, ეგ ერთი და მეორე ისე არ უნდა ჩათვალოთ წეღარ როგორც მოყვები. აქ ხო არ არის უგნიშანი კაცო. დააყენეს, გაიხანიათ თან დააყენეს, მაგრამ აი ხა დაინახავთ რა. 100 მეტრიო მარჯვნივო. მალე მარჯვნივო. სარკეთში ამოწმე აქედან არ გვეტენება. აი აქ არის ზუსტად აქედან ნატორმუზები. მერე დგაფა. ჯობდა მაგ დროს ტორმუზა ეშვა ფეხი და შეუხვია, შეეხვია, თქვენ ჩაიჯერით. რატო ჩაიჯერი? იქ ქონდა სამკუთხედი დაუთმენგზა. შეგიდა გადაიჯელიგი ეგრევე. ესენი ასაშავებენ, აბა მითხარი აქ ის დღეს. აი ხა რომ გინდა მარცხნივ გასვლა, აი თუ უნდა გახვიდე. ვერანაირად, ჩართე მარცხენა. ტიპი ზღოლი ოჯახ. კარგი. ზღოლია, მოიწი აქეთთან გაზი. აჰა ზოლში ხარ. დავედით. ამ ბარდაკს ავწდით, თორე მარშრუტი ესეთი გქონდა. 60 არ გაცეთ. აქაც ეგრე იციან, სულ მარცხენა ზოლში დადიან, ნუ იქიდან რომ მოდიხარ სულ მარცხენა. და მე ბოლოში უხდებიან ხო. აგრას აქ ცოტა სიწვალებ, ცოტა გაზი მოამატე, იმიტომ რომ უკან ეს მანქანები შორს მოდიან. და მარჯვენა დაბრკოლება გაქვს აქ. მარჯვენიდან ვინც მოდის, გაზი დაამატე ცოტა. დატოვერული ეგრე, გახედა გვერდზე, თავითაც გვერდზე გაატრიალე, არავის არ დამემთხეთ, ხო? ამინ არ მოდის. აი ეს. მაგ დროს თავს გაატრიალებთ აქეთა შუშიდან. გახსოვს მე რო გითხარი მიმართე მანქანა მე გაიხედა მეთქი. ხო. დავიმტვერით? არა, იმიტომ რომ მიმართეთ და ისე გავიხედეთ. ცოტა ზოლი გადმოკვეთეთ, თორე ძალიან ვიწროვდება ესე და იქით რო გადაკვეთა ნახე ახლა რაღაცა მოდის გვერდზე, გაზი. ეგ ადგილი დაიმახსოვრეთ ვინც აქ, ვისაც აქ გიწევთ სიარული და შეიძლება ვიღაცამ უწყვეცა უქციოს და თქვენ დაგარტყათ მაგ ზოლში. მე ხა ჩემნაირ დაკვირებული ბევრი არ არის, ამიტომაც გაითვალისწინებთ. გაითვალისწინებთ, ხო, ბოლოში. ჩართავ მინ ამარეცხებს კი არა. გახედ გამოხედე, აბა, ვირბე ხო არ გადადის. ჩვენ მივდივართ თუ ის მოდის უკან. ის მოდის უკან, მეთქი ჩვენ. და მივეხმაროთ ახლა, ჰა? და მივეხმაროთ. გაჩე, მივეხმაროთ. მიდით. იჯო, თემო. მიეხმარე ამასაც რახან უკვე გადმოდის. ამას ერთი წკაპით მაღლა აწევთ და ივლის. მე შეხედავთ, ყოფნის თუ არა, არ ყოფნის და მე კიდე ერთი წკაპით მაღლა აწევთ დოსო. აუ, რა ხმა აქ. გერემ შალზე დადის მაგის ხო. შეიძლება აუშვიგას, შეანა. შეიძლება ცეცხლი გაიგიდოს ახლა. ხახუნის ძალა. ფიზიკა და ეთილგი. და კომენტარეთ მე კაი გრაფიკა აქვს. ტელეფონსა. სარგე შემოწმოდი შემოდგენას ვერ მეხوار გიხდება.
მიყევი თეთრ მანქანას, თორე ვიღაცას უნდა ჭახტომა ვაგარადანო. ან ისა აქვს რა. ადგილი გაიჭდა ტენე, ანუ ეგეთი ის არის. მოსაზრება თუ რა ქვია. გაიჭდა ადგილი ტენე, პარკინგი გაიჭდა ტენე. მე არ მინდოდა პარკინგში, მაგრამ ხო ჩავაყენე, აი ეგეთი. სათო ჩავაყენე და მე გადიან. ხანახე. ალო, აქ ვართ. ხედავ რომ დაასიგნალა აქეთ. ეს მეორე კიდე. რა ვქნა ერთი რა გავყნე ჯომანკარა. გავყო და ჰაერში ავფრინდეთ რა ვქნა. ეხა იქით გინდა გადასვლა ეგ სხვა საქმეა კაცო. ვაა ბიჭო თემო გაზითო და მიღევი. ეხა ეს კიდე. რომელი საათია დაეწყოთ? გუშინი ყავი შენ? გაგიჟდა ყველა? თუ როდის? მალე მარცხნივ. როცა წინაზე მე მგონი, დაიგიჟა ხალხმა. თა როგორი ყურებია ბიჭო, გეგონება მე უნდა დავუთმო მაგ დროს. პირდაპირ მიდიხარ შენ ზოლში. ტიპები გადმოდიან შენ ზოლში და როგორი სახეებით იყურებია? აი მე ღმერთო. აი ადგილი დაიმახსოვრეთ. გაზიცოდა. მართლა twins ჯანთი მე ნამდვილი ქალაქი რა, ეხლა ეს ვარ თავს. ალო. მიდიდად. დარჩი მაგ ზოლში, ერთ ზოლში ემას. ძლივს, აგე გაიგაცა. ეს მიხვდა, ზოგი არ ვერ ხვდება, პირიქით აქეთ გისიგნალებს, აი წაღალობას ეგ თეთრი მაგარი. რა გინდა? აჰა, მიხვდა, გაქვს გადმოდი მე რამდენი გინდა, რაც გინდა, ის გიქნია, მე ნუ მარტყავდა. შენ გთხოვე პრავას და ამათ გააქვთ მართვის მოწვევა. აი ხო იცი რომ ამათ მარიციან თარიღა, ამათ გადააბარებინე. ანდა იყოს ის მოედანი ჩასაბარებლად და ყველა გადააბარებინე თავიდან ქალაქში და ვსო მორჩ. ჯერ მოედანი ჩაავაროს ახალმა ხალხმა, ქალაქში ივლის, მერე გადააბარებინე ქალაქ 1 წელიწადში ერთხელ და ვსო მორჩ. დამთავრდა. ათონა. ზოგი ვაფშე არ ჯდება მანქანაზე. მართვის მოწვევა აიღო, მანქანაზე არ ჯდება. იმოძრავე პირდაპირ, შემდეგ მითითებამდე. ეხლა ეგ სარგე შეამოწმე, რომ შენი ზოლი გვერდზე უწევ. სიმციმა იმიტომ მანევრს აკეთებ. გადადი გვერდზე უწევ, შენი ზოლია, წეყარული ზოლი არის, სიმციმა სად არის? სირცხილ და თავის მოჭა. აგედით, პატარა აბარტუნიასთან მომჯრათა. სიჩქარამდე გვაქვს. 30 წელია აიქ წინ. ჩეანაი. დაანას 30 წელი. ტაქსებზე შემოგთავაზებთ კიდე ვიდეოს დავიღალებას. როგორ ვიტაქსავთ ვიდეო როდესაც როგორ ვიტაქსავთ? მანქანაში ვჭდები? აი აპლიკაციას უნდა გადმოვწერო. გადავალ რამდენი ჩალენჯი მომიწერს. აი მე. ანუ რევი უნდა ვქნა, აპლიკაცია უნდა გადმოვწერო. უნდა დავრეგისტრირდე, ხო? თუ არ უნდა დავრეგისტრირდე? არ ვიცი. ამ გონი კი. აბა ისე ვერ იტაქსავებ ხო? ხო. აუში გას 30 ეწერობდა, აუში ტორმუს. აი ნუ იცით კიდე მოსწავლეებმა, აუში გას ნიშნავს, აუში გას. ტორმუს დააჭირე. აუში გას და ტორმუს დააჭირე სხვადასხვა რამე. ყველა მეგრე იცით, აუში გას და ტორმუსაც ვება ეგრევე რა შუაში. თქვენ კინაღამ გაუში ტორმუს, მასე გაჩერებას ჯობია უკნიან გარტყავს ეგრე მაგ. მასე გაჩერებას ჯობია გადახვიდე და ცოტა კუდი დატოვო ზებრაზე ჯანდაბას ჩემიდან. ეგ წინასწარ შეხედე რომ აი რომელიმე მანქანა აიღე ესე გვერდზე გადმოდე და ეტევა თუ არა. აჰა, განსხვავება იყოს მეტრებში მანქანებს შორის. აცნია მანქანებსაც ახლა ეს სმარტი და იმპალა რო შეადარო. ასე არის. აქედან იციან ხოლმე კიდე აქ ესეთი მოძრავა რო არის, იქიდან გამოუხედავად გამოდიან ხოლმე. ეგრე გამოფრინდა ერთხელ ერთი და აი ესე იყო ტელეფონში. აი ესე ზუსტად. აქედან მეთქი ბიჭო ანელებს, შემიძლია მაშინ არ მიცა გაზი მანდ ამიც. ანუ ზაფხულის ჩქეთ მოდიოდა.
გაზი მიცა კაკრას და ამე მოსწავლემაც მეთქი გახედა არ გვარტავს და ამე მოსწავლემაც გაზი მიცა იმანაც გაზი მიცა და არის ხა მე რამდენზე გადარ ვაფეხა უარვა დავასიგნალე მეტი რა მექნა ტორმუს დავაჭირე დავასიგნალე მეთქი ალოში აქა ვართ მეთქი პარკინგში შევარ და კინა უნდა ალეწა მანქანა რა გინდათ იმენ ხო და მოკლედ რომ მოვყვე მე კიდე ცლად ხო ვიცი ხოლმე ვიდეოს დადება მოკლედ რომ აი ხა დაიტვირთება ხვალე ალბათ გარაჟის შესწორებები რა აი წეღარო ვთქვი რომ გასაუში და ტორმოსაწვევიან მეთქი მასე მოვყევი გარაჟში რეებს აშავებენ რა ხო და ეგ აიტვირთება ალბათ ხვალე რასაც თქმელია მოკლედ ამ ვიდეოს შემდეგ იქნება ეგ ვიდეო რომ გარაჟში რა შესწავლას უშვებენ ხო ეგ ერთი ხო და კიდე იქნება ვიდეო იმაზე რომ მანქანის დარება რო გიდიათ მე იწყებიან ის ტელეფონში ძრომიალს და ეგეთ რაღაცეებს და ტელეფონში ძრომიალი უდრის სადღაც ავარიის მოხდენას წევა მე რო თქვი მე დავა ტორმუზე მეთქი ამათ მართვის მოწვევა როგორ აქვს აღებული ზოგს $100 მიუტანეს ხო ზოგმა მოედანზე ჩააბარა მოსორია ანუ დარება კაცშვილმა არიცის ვაფშე კაცშვილმა დარება არიცოდა ნუ არიცოდა მოედანზე რო დადიოდნენ ეგრე და ვეკითხებოდი მეთქი მე ქალაქს გავიტილებს ხო აიღებ მეთქი ავტომატიკაზე 99% მაგას პასუხობდა რომ თეორია ხო ვიციო დარება ხო ვისწავლეო პრაქტიკაზე ხო ვიყავიო დარება ხო ვისწავლეო ქალაქში დარებას აღარ უნდაო მართლა არ ხუნდა მე ხალხია ახლა გამოფენილია ეგ გარეთ შენ რა გონია ცუდად რო ატარებენ მე ვიცი რას რატო აშავებენ მაგას ყველაფერს ნენელა დავდებ ეს ნენელა სპეციალურად იმიტომ რომ თან მიმდევრობით უნდა დავდო ეგ ვიდეოები და არა ალაგ-ალაგ რა აი ხა მე რო დავდო როგორ გავარემოტო ძრავი და მეორე ვიდეო რო დავდო როგორ დავზრათ მანქანა და რა შუაში ერთმანეთთან მივხვდი ანუ სად ერეკლეო და სად დოდო სახელებში ხო არის განსხვავება რამხელად სერიოზული შუქნიშანი ორ დამიან ახმები აი ბუქსაუდა ტრიციკლი მექანიკას რო ჩააბარებ შეგიძლია იმითი იკატო ქალაქში რა მოღამი აქვს ვერ ხვდები მაგრამ ბრონი გიაწვია იმალოდეს ნახეთ ავიჟები ეკიპირებები და ზამოხლეები და კასკადა მოტოსავით არის ოღონდ საცობში დგახარ მანქანებს უკან ეხლა ავდივარ თლისზე ნო და იქ არის ისეთი გზა აი დაკაკნული ნათქვამია მან რო გაატარებო წესივრადო ესე იგი დარება ასე თუ ისე ცოტა ეჩვევიდან კაი ნაბიჯებისკენ მიდეხარო და ასე შემდეგ რამდენი მანდ გავატარე მოსწავლე იმდენი ყველამ ჩააბარა ამიტომაც როდის გაგამოსდა ხვალე ხო вообще раз ვიზე ვიცი ვიდეოს აი აქ ანა კრავი გააჩნია როგორ დაეტევა და რა ფონი ადევს ვიდეოს იმის მიხედვით რომ ყველა ვიდეოს ერთი და იგივე ადგილას კონდეს სადღაც აღნიშნული ესე წვანე და აღნიშნავ სიტყვა და ვინც ჩააბარა ხო ვინც არ ვიცი ჯერ loading please wait რო არის ხო იცი იტვირთება აქ თვალ დაიღოთ კაცი როა ნაკითხი ახედა იქიდან არ უნდა მოფრინავს აქედან არ უნდა მოფრინავს ქვეითები არ გადადიან აბა ზოლი ვიპოვოთ ზოლი ხა კვარტალს მაგრამ რა შეანელი გაზი აი ეს კიდე ნუ იცით ესეთ ტარება კაცო ხომ ხედავს და რო გადავდივარ და ეგ ჩართე ძიმცივა მე რა იცი სამან რო გადმოდიხარ ეგ მე ვიცი რო გადმოდიხარ თორე აი მაგიტო გითხარი მაგიტო თქვი თავიდან რომ ყველას გონია რომ შენ ტარება იცი ეხტი მაგიტო თქვი მე ის რომ აუში გას და შეანელე ცოტა ეს გადმოვა მაგიტო ხვდები ვინ გადმოვა ვინ არა მე ხვდები ახლა და შენ ყოველ ხვდები მაგრამ
1 მარჯვენა და გადმოდი 100 მეტრში მარჯვნივ. ვო. სარკე გვერდზეც გაიხედები აუცილებლად. ვინმე ხობარ ვარ. აი ხა ბორბლები გადმოვიდა, გადაწიესაჭე, გაასწორი ისე. და ივლის სწორად. შევაკიდე, აი ესე ნუ იცვლით ზოლს. აი ხა განახებთ და შეგეშინდება თქვენს. აი ესე და ტოვებთ ესე როლს. და დაიმტრევით. ახედე აქედან ესკადიციან. ხო და მხრით გახედავ, რომ ვახსენე, რომ გაირამე დავამოყავე მეთქი. რო ვერ მალე მარჯვნივ. რო ვერ ეჩვევით თუ რო ვერ იგებთ ხოლმე, რომ აი როგორ გავიხედო, რატო გავიხედო და ეგეთი რაღაცები. უი, ის გოგო რომ მეჩხუბებოდა სულ. ნუ, რომ მეწინააღმდეგებოდა სულ. რაღაცას ხო უხსნიდი. და იმაშობოდა, მეწინააღმდეგებოდა. აი ხომ მეუბნებოდი გაიხედე, მეთქი ვინმე ხო არ გვარტყავს. იმას ხო გზა დაუთმე აქ. იმას ხო წითელი უნთია. წაღან ტრიციკლი მარაქნა? წითელზე არ გაიარა, მაგრამ ნუ შავი ჯიპი რო ჩამოფრინდა ზემოდან ეგრე არ ქნათ არავინ მეთქი. ხო. გზა დაუთმე არ ქონდა? გამარჯობა, აბა არ გახედო ერთი როგორია. ვარ გახედო, დაიმტრევი მერე გააკეთებს, კი ბატონო, მანქანას გააკეთებს. კი გიღირ თუ არა თორე. გააკეთებს, როგორ გააკეთებს? გააკეთებს როგორც იყო ზუსტად ბოლო ჭანჭიკამდე შეგვიძლია გააკეთებინა, გასვი. აზმანტრები მე გეხვეწება თუ რა. ვაფშე არავის არ აინტერესებს სადმე გეჩქარება თუ არა. იმიტომ რომ ყველას ეჩქარება საქმეზე რომ მითქი. მაგები გზასა. დაეცი გასა. აქ არ ჩერდები რომ რამე სტიქაზე არ არის. რომ ციხოს დუბლირებული შუქნიშა. ხო და ყველა ქუჩას ამ მაგერას დავინახე წინ და თქვენ თუ მიხვდით და კომენტარით წირა მოხდა ეხა შავ მანქანას და თეთრ მანქანას შორის. ეგრე იცით ხოლმე მოსწავლეებმა თან. ხო და ყველა ქუჩას ათვალიერებ თითქოს. ცოტა აქეთ მარჯვნივ გადმოიცი სარკით. ყველა ქუჩას ათვალიერებ თითქოს ვიღაცას უნდა მიაკითხო, ვიღაცა უნდა ნახო და გაინტერესებს, ანუ ვიზუალურად გახსოვს ეგ ქუჩა, როგორ გამოიყურება. მაგრამ არ იცი სად არის და ეძებ. აი ეგრე ჩათვალეთ. ვიზუალურად გახსოვს, მაგრამ არ იცი რომელი ქუჩაა და ეგრე. ჩართე მარჯვენა, მალე მარჯვენა. აქ ორ მოიღო და მოასვეს კიდე კაი. ნენა კაც და მათე ცოტა და მოუხვი, რული მოუხვი ესაწაღვედი. თქვენ ჩაიჯერით. რატო ჩაიჯერი? გავიჩერდა მანქანა. არა, გაუშრობს. ხელში ასრიალე, ცოტა და მოუჭირე. ამ ხელში ასრიალე, აი ეს ხელში. შიგა ხელში და ვარტყა მან თუ რანაირად მოუხვი. თითქოს ქუჩა არიციო, რომელია და გაინტერესებს. ანუ ვიზუალურად გახსოვს, მაგრამ თითქოს ეხა ზუსტად გადმოვიდა ზეც კაპოტზე, არა დავჭით. მოსახოში იქიდან გახედე გაზი და დატოვე 1 მეტრი უწყვეტს და შენ მანქანას შორის გაზი. ახლოს არ მიხვედეთ არა, გადაგვეთავ ბორბალი. მე იდეა მომივიდა ყველა რომ მაგრა ატარებდეს ძალიან მაგრა გააკეთებენ გზებს და ძალიან მაგრა დახაზავენ წესით. გერმანიაში ხო ეგრეა? ჯერ ყველა ატარებდა მაგრა ჭექა ხოლმე ჩამოვარდა და არტყი რა იყო. ავიგერო ცუდად დგას, მაგრამ გერმანია და არტყი. ძიმოიტი დევინგერით. და გერმანიაში ეგრე იყო სავარაუდოდ თავიდან ჯერ ყველა კარგად ატარებდა ყველა ქალაქში აბარებდა და წესების დაცვით მე იყო და დააგეს ასფალტი ჰიტლერის მე ჰიტლერმა ხო მოსპოიქა უბრალოდ ასფალტი და ყველაფერი აკაც მასე არა გინდა ხა მოსპედ ასფალტი ზადა ხა კარგად გაატარეთ და დააგებენ მიხვდები ახლა ყველა კარგად დადის ესე იგი აბა ხა ჩვენ ვატარებდე გზები არ გვიორგა რატო დადიხარ ზოლში ერთად აზრი აქ 20 შედი. ოღონდ შუამდე კონდეს 20 და მე ისე უნდა აკრიფო. აუშტარმს გავუშვი დახედე ჯერ სპიდომეს. რა ნელდება თავით. ეხა ნელა აკრიფო, ნელა. გაზ. მოძრაობის შეფერხება. თქვენ ჩაიჭერით თორდივით. იგი ორმო ხო არ გამაზა მიდი ხო უბრაგუნე. ამის გაღრმავებულია ყველა ორმო ინტერკალაში. კარგი.
ისტორიის დროა. ერთხელ აქედან მოვდივარ და იქიდან რაღაც ცოტა სტრანად წამოვიდა მარშრუტკა, ის დაჭეჭყელი როა. ეს შეფირები არ იყო ადრე ეს და ის პირდაპირ დავიდა ტელეფონში იყო და ფერი არ მახსოვს მარშრუტის. 60 ჯერ. და უნდა მოეხვია მაგ მარშრუტკას და ვერ მოუხვია ის ტელეფონში რო იყო. მეთქი რაღაცნაირად შემოდი. მეთქი რა გადაიგლეჯინე იქ რა შევიდა იქ დაუკრებოდი. შევიდა კოლი ესეზოში. მარჯვენა მხარეს გაზი, დარჩი მარჯვენა მხარეს იქ შემოვიდა სალონში და ინახე ლურჯი მანქანა. რა? მარჯვენა დარჩი ახლოს ესეთ მოსახვეებში. მარცხენა დარჩი ახლოს. ეს ინტეგრირებებიანა მაგით. გიწევს ეგრე რო გაკეთე. გაზი. ცოტა უმატე. აი ხა რულიო დატოვა ეგრე ხო უხვევს გაზი მე. იქით გახედი, იქით დათვალიერე ეს. აი მარტო წინიდან მოიყურებით ხოლმე მაგას გადაეჩვიეთ ყველანაირად. მარცხენა მხარეს დარჩი წრეზე პირდაპირო. მარცხენა მხარეს დარჩი წრეზე პირდაპირო. რო გეტყვი წავედითო ეგრევე დადარი მაგას. იმიტომ რომ უნდა შევამჩნიოთ ახლა შევხედოთ ჩვენსკენ ვინმე მოდის თუ არა. ცოტა წინ მიდი. ნუ გახედე, კაი, შავი მოდის ჩვენსკენ, ლურჯიც მოდის, არ მივდივართ, ლურჯის მერე წავედით. მაგრა წავედით. შავის მერე წავედით, თუ ვერცხლისფერი არ მოდის. მიდი. გაზი, ახლა შენ გითმობენ, მოიწევქეთ. გახედე პროსტა, იარეთ ჩვეულებრივ სიჩქარით, პროსტა გახედე გითმობს თუ არა და თუ რამე გააჩერებ და დავარია შეგნა რა გაკეთე. მაგრამ შენ რანაირად ხარ დამნაშავე. შენ ხარ დამნაშავე, რომ დაინახე ველურად მოდის და რესკად მოდის და შენც გაზი მიეცე, მაშინ. და მე კიდე ტორმუს დენე და მანამდე ხო ხედავდი რესკად წამოვიდა. აი ხა ხო ხედავ გამოდის, აუშვი გაზ, გამოატარე, იქით გერდა ხვიდე გაზ, გაუშვი გამოატარე. ტორმუს დააჭირე გამოატარე რა მნიშვნელობა. ახალი ბუგაროკი. ხო და ეს რო ახსოვთ პლიუს კიდე მაგას ვიტახთ. იქ ნატორმუზები და მე დანაჯახები რა იყო სტოლბას. ეგ რო ახსოვთ რომ აქ ბუგაროკი გადაჭყლეტილი იყო. ვაფშე დასრესილი იყო აქ ბუგაროკი, ნუ აქედან მხარეს რა. იქიდან მხარეს კიდე ჯამთელად იყო. ხო და ეგ რო ახსოვთ რომ აქ ესეა და რაღაცა. რო ვნელდებით ხოლმე მანქანა იქიდან საწინააღმდეგო მხარიდან გამოფრინდებიან ხოლმე აი ანელე ბუგაროკზე და ჯელიგინით გადადია ეგება იქიდან ვინმე მოფრინავს აი იცი რატო გაჩერდნენ კაცო ან შეხედე ახალი დაგებულია თუ არა ზოგი ისეზის საჭესთან რა აქედან ჰაჰა მაქსიმუმ აი ძიდელი მანქანა როგორ ჩანს აი მანქანამდე ხედავს აი ხა როგორც გზას ხედავს შენ და მე და აღარ ჩანს ეგრე ხედავს თვალებით შენ თქვენ ჩაიჭერით იმდენჯერ ვერჯერ ჩართ ხარ მოიჭერეთ თქვენ ჩაიჭერით გადადი მანქანა მომენტი გასაღები. ვაიმე ბალღი ხვალე გადის. იქ არ გადააჭარბო სიჩქარე სათორე. როგორ და გარბოდე და მოგდევთ ეს გაბოცდები. ჩამოწარ გაცდედავს. აი ასეთ ადგილებში არის ყველაზე საშიში, იმიტომ რომ ვერ ხედავ ვინმე ერთმანეთს ასწრებს თუ არა. ანუ ისე კი არ ხსნი რომ შენ არ გაასწრო არავის მეთქი. ხედავ რა რისი ახსნა მიწევს? რომ ძნელია დანახვა ვინმეს ასწრებს თუ არა. ანუ აკრიფე ჯოლური დაშვებული სიჩქარე, რაც აი გადაიტანე ტორმუსთან და აგორავე მანქანა მაგ დროს. თუ საშუალება გაქვს. თუ იმიტომ რომ შეიძლება აღმართი იყოს და საშუალება არ გქონდეს. თუ ესეთი ვარიანტია რომ იწევს ნუ არის საშუალება რომ გასაუშვა და იგროვოს თავისით მაშინ ჯობია გახედო ეგრე და გასკაუშვა იმიტომ რომ მოსახვევი რა არის და ეგეთ რა მოგრა თეორიას რო გითხულობენ თეორიას რო ყვებოდა უბრალოდ ის მასწავლებელი მოსახვევში გასწრება არ შეიძლება ხო ლოგიკურია ხო უწყვეტი ხაზია თან ხო იცით რატო მე ხნიდა რომ მოსახვევში ხო ვერ ხედავ მანქანას თუ ვერ ხედავ ესე იგი არ არის და აროჩე რა რო გეუბნებიან ესეა იმიტომ რომ ესეა აი მოусმინე რომ იმიტომ რომ ესეა რა გითხრეს ის კი არა ესეა მოდი შენ თვითონ დაასკვენი რატოა ეგრე შენ თვითონ თუ დაასკვენი ისე რომ როგორც შენ გაწყობს ეტყვაზე მაწყობს რომ გავასწრო მოსახვევში
მე იმდენ მაგალითს მოვიყვან რომ მინდოდეს რომ მოსახოში ვიღაცას გავასწრო რომ მე ვიყო მართალი რომ ვერ გამოლება მე დავაჭერე თორმოს სიცოცხლე და თავში გახედე ვიდბე ხობარ ბოფრიდავს აქედან არავინ ჩეანელე ნუ გეჩინია ცოტა ჩეანელე ნელა გაუშვით ორმოს ეგრე კვეთრად მოუშვებთ რომ მე კრიფავს იგივე სიჩქარე ორმოები და სარკე და არავინ არ გასწრებს იმიტომ რომ მან განიერი გზა იყო ხო აქაც ნახე განიერი გზა მე აღარ არის განიერი გზა და სარკე შემოწმე ეს ბუნკერებია მე რო ვიძახდი გადმოდიან მეთქი მაგრამ ეხლა არ გადმოდიან ქვეითი გზაზე აუშვით ორმოს გაუშვი რა საკეთე ჰა ეკო ქვეითი რა ის რო შეაფერხე არაფერი მანქანა რომ მოდის უგნიდან ქვეითი გზაზე ნიშნავს რა დააკვირდი ზოლსიკით არის თუ არა ეგეთი 100 მეტრში მარჯვნივ მოვედით მოკლედ აქ დაეწერება მე იპოდრომი დაწერა მე იქ დაეწერა MC ავტოს კი არა ავტოსკოლა სარკე შემოწვა ავტოსკოლა იქ ჩაუხვიე და შედი და ყველაფერი გააკეთე წესით ისე ახლა მე რასაც გითხავ ზეთი შემოწმება და ეგეთი რაღაცები უნდა ეკითხებოდნენ იმის მერე რა აქვე იმას გამოცდის მერე რა აზრია გამოცდის თავში რა გითხებ ეუხეთ ყველა იხლი თავს ეუხე კარგად მეუხე რო გასწორდები გაჩერდი მოკლედ ბალღი დავაკომენტარებს ჩააბარა თუ არა ის ჭიჭკებით აღნიშნულებით იქნება ვინ ჩააბარა ვინ არა თუ არ ვიცი ჩააბარა თუ არა ესე იგი არც დაურეკე არც მოგეკითხება არც ყველაფერი ან მე არ მახსოვს და იქნება ეგ ლოდინგ ის ნიშანი ეგ არის აბა ჰეც